იცით, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტენ თუ არა განიხილონ ეს საარჩელი, ამ შემთხვევაში ეს იმაზეა დამოკიდებული ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი მოსამართლე იქნება თუ უკვე ქართულ ოცნებაში გამომარგებული მოსამართლე. მე ვხედავთ, რომ ეს სასამართლო ძალიან სერიოზულად მაგ თვალსაზრისით ორ პოლიტიკურ ძალას შორის გაყოფილი არის მოსამართლეების განწყობის თვალსაზრისით და თავარია რომელი მოსამართლე განიხილავს ამა თუ იმ დროს აღკვეთ ღონისძიებას, ან კი რაო შეფარდებას და შესაბამისად ამაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება უგულავას თვითონ დაკავების საკითხს, მე ვთვლი და ყოველთვის ვთვლიდი, რომ და ჩვენი პოლიტიკური ძალა ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციაც ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას ადამიანი ყოფილი მერი ხარ, ყოფილი პრეზიდენტი ხარ, თუ ვინ ყვავიჩიკის მამიდა ხარ. არავითარი მნიშვნელობა მაგას არ აქვს, ოდესაც საქმე ეხება სამართლიანობას, ოდესაც საქმე ეხება დანაშაულს და მასთან დაკავშირებით პასუხისგებას. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყავით წინა თქვათ პოლიტიკურ რეალობაში და რომელ თანამდებობას იკავებთ. უბრალოდ აქ დამნაშავე პასუხი უნდა აგოს თუ მას ჩადენილი აქვს დანაშაული. უგულავა იქნება ის თუ ნებისმიერი სხვა. მაგრამ აქ ძალიან საინტერესოდ იკვეთება დღევანდელი ხელისუფლების ქმედება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება იმისათვის, რომ მიცეს საბაბი ნაციონალურ მოძრაობას თავისი ქმედებებით დაარქვას ამ ყველაფერს პოლიტიკური ანგარიშწორება. იმიტომ რომ ან არჩევნების წინა დღეს უნდა მოხდეს დაკავება ადამიანებში პოლიტიკური ოპონენტის, ან არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღის მერე და ყოველთვის ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრ თავისთავად უკვე საბაბს აძლევს ნაციონალურ მოძრაობას. თუმცა მე ვხედავ ძალიან დიდ საშიშროებას და ძალიან დიდ საფრთხეს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ქვეყნისათვის, ეს არის ნაციონალური მოძრაობის, მისი აქტივისტების, მისი ასე ვთქვათ პოლიტიკური ელიტის უკიდურეს გათავხედებას აქვს ადგილი დღეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ადამიანები, რომლებიც წელიწად ნახევრის წინ პრაქტიკულად ვერც ბედავდნენ, რომ თავი გამოეყოთ სახლებიდან და 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარწმუნებულები იყვნენ, რომ სამართლიანობის აღდგენის ხორცისაკებ მანქანაში აუცილებლად მოხდებოდნენ, დღეს ისეთ დონეზე არიან გათავხედებულები, რომ თავისუფლებას აძლევენ, დაგვემუქრონ, რომ უახლოეს თვეებში სექტემბრიდან პოლიტიკურ აქციებს იწყებენ და თითქმის რევოლუციით აპირებენ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ის რაც რამდენიმე დღის წინ სასამართლოსთან მოხდა იყო სრულიად სპექტაკლი, სრული სპექტაკლი და მასკარადი იმასთან დაკავშირებით, როგორმე შეექმნათ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საბაბი და საინფორმაციო საბაბი ელაპარაკა ტელევიზიებს და მედიას საწყალი ნაციონალები როგორი ჩაგრებიან. ვინ ეჩხუბებოდათ ნაციონალებს იმ სასამართლო შენობას და ვინ ეკონფლიქტებოდა, ვის ეჩხუბებოდნენ თვითონ. აი ყველანაირი პროვოცირება მოახდინეს იმისა, რომ შექმნილიყო იქ ხმაურიანი განწყობა. ვიღაცას გული წაუვიდა, ვიღაცა რატომღაც ეჩხუბებოდა პატრულს, ვერავინ ვერ გაიგო რატო. პროკურორი, რომელიც გამოვიდა, რამდენიმე პროკურორი ჩასდნენ მანქანაში ისინი და წავიდნენ ძალიან მალე, რატო ჩხუბობდნენ კიდე 2 საათის განმავლობაში, ვერავინ ვერ გაიგო და ვის ეჩხუბებოდნენ. აი ესეთი პროვოკაციული ქმედებებით ძალიან მარტივად ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შექმნა საზოგადოებრივი განწყობა, რაღაც ესეთი რევოლუციური, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი მათ ამ შემთხვევაში არ აქვს, იმიტომ რომ საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი ზიზღის ობიექტს წარმოადგენენ, იმიტომ რომ ეს არის კილერების პარტია, ეს არის მკვლელების პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთა ლიდერები დავალებას აძლევდნენ თავიანთ ქვემდგომებს და ისინი ადამიანებს ხოცავდნენ ხან ტყეებში, ხან ზღვაში აღჭობდნენ, ხან რაუბედურებას აკეთებდნენ და ეს თელმა საზოგადოებამ იცის. და ამ ადამიანების ერთადერთი დღეს გამოსავალი და გადარჩენას ხედავენ იმაში, რომ როგორმე საზოგადო მღელვარება გამოიწვიონ იმ ადამიანთა გარკვეული ნაწილის მეშვეობით, რომელიც ასე ვთქვათ, თავის დროზე მათი ადმინისტრაციული რესურსი იყო და ისევ ველოდებიან მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რომ ისევ თანამდებობებზე აღმოჩნდნენ ადმინისტრაციულ ორგანოებში. აქედან გამომდინარე, დღეს ყველანაირად ჩანს, რომ ქართული ოცნება ძალიან უსუსტ მდგომარეობაში არის იმ თვალსაზრისით, რომ რეალურად აღადგინოს პოლიტიკური სამართლიანობა და აღადგინოს ელემენტარულად საზოგადოებაში მოთხოვნილი სამართლიანობა და მე ძალიან დიდ საშიშროებას ვხედავ ამ ფონზე იმისა, რომ დაიწყება ქვეყანაში ყველაზე ცუდი ანგარიშწორება უკვე ინდივიდუალურ დონეზე. რისი არაერთი გამოვლენა ჩვენ უკვე ვნახეთ. მაგრამ თუ საზოგადოებამ ძალიან ნათლად და საბოლოოდ დაინახა, რომ ხელისუფლება სრულიად უსუსტური არის, რეალურად ისე აღადგინოს სამართლიანობა, რომ ამ სამართლიანობის აღდგენას მართლაც სამართლიანობის აღდგენა ერქვას საზოგადოების გულებშიც და არა მხოლოდ გარიბაშვილის სიტყვებში. ძალიან სერიოზულად დაიწყებს საზოგადოება უკვე თვითონ ანგარიშწორებასაც ყველაზე დიდი საშიშროების მატარებელია, იმიტომ რომ ეს მასშტაბებში შეიძლება გარკვეული სამოქალაქო დაპირისპირების ფორმატიც კი მიიღოს. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლებას დროა ძალიან სერიოზულად ხელისუფლებამ გაანძრიოს ტვინი
ყველანაირი პოლიტიკური ნება მოძებნოს იმისა, რომ დაიწყოს რეალურად ბრძოლა იმისათვის, რომ დამნაშავეს დაერქვას დამნაშავე და სამართლიანობა სადაც არის აღსადგენი, იქ აღწევს, მაგრამ ეს ჩვენ ვხედავთ, რომ სამართლიანობა აღდგა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, მან დაიბრუნა უზარმაზარი ქონება, მაგრამ დანარჩენი ათასობით და ათიათასობით ქონება წართვეული ადამიანი აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომ მათთვის ბიუჯეტი საკმარისი არ არის. აი ესე სამართლიანობა ვერასოდეს ვერ აღდგება. ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იყო დადგმული სპექტაკლი. რა თქმა უნდა, არავინ არ ეჩხუბებოდა იქ ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. იქ არავინ არ მივარდნია მათ, არც თქვათ წინასწარ მომზადებული იყო ეს თუ იმ ადგილას მოხდა მაგ გადაწყვეტილების მიღება და დაგეგმა. ნაციონალურ მოძრაობას რასაც ვერ წაართმევ და ეს ყველამ უნდა აღიაროს, ისინი ძალიან გამოცდილი ავანტიურისტები და ძალიან გამოცდილი თუნდაც PR ტექნოლოგიის მცოდნე ადამიანები არიან. შესაბამისად ისინი დაახლოებით 20 წელიწადი ხელისუფლებაში ბრძანდებოდნენ, შესაბამისად ეს უნარჩვევები გამომუშავებული აქვთ. აქედან გამომდინარე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ხა წინა დღეს დაგეგმეს ეს ისტერიკა და სრული რაღაც მასკარადი, რაღაცა შოუს დადგმა თუ იქ გადაწყდა მაგის გაკეთება, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რომ ეს იყო სრული აბსურდი. არავინ არ მივარდნია ნაციონალური მოძრაობის იქ ზონდერ ბრიგადების ყოფილ წევრებს, რომლებიც ისე იქცეოდნენ როგორც იმ 9 წლის განმავლობაში, როგორც უკვე ნაკლები ძალაუფლების მქონენი. შესაბამისად, არავის პრობლემა მათთვის არ შეუქმნიათ, არავის მათთან ჭხუბი არ დაუწყია, გამოვიდა რამდენიმე პროკურორი ჩაჭდა მანქანაში წავიდა, პატრული იდგა და თავაზობდა ამ ადამიანებს, რომ ეგება წყნარად მდგარიყვნენ და თავიანთი საპროტესტო განწყობა გამოეხატათ შვიდად და წყნარად, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ იქნებოდა საკმარისი შვიდად და წყნარად პროტესტის გამოხატვა იმისათვის, რომ შემდეგ ეს ყველაფერი მოხვედრილიყო სპეც გამოშვებებში, თქვა, რაღაცა საინფორმაციო ველში და 2-3 დღე მაგაზე ელაპარაკა მთელ საქართველოს. ამიტომ უნდა დაემტვრიათ თავყმა ერთმანეთისათვის. უნდა მოეხტინათ რაღაცა ისტერიკები მოეწყოთ, დაეწყოთ კივილი, წივილი, გულის წასვლები, სასწრაფოს გამოძახება, არიქა რაღაცა არმაგედონის სურათის დახატვა და ეს ყველაფერი გააკეთეს მათ ერთმანეთთან მიმართებაში. და ერთმანეთთან დაკავშირებით გააკეთეს. არავის სხვა იქ არ მივარდნია და არავის სხვა მათთან კონფლიქტში არ შესულა. ამას ქვია ზუსტად პროვოკაცია, ამას ქვია ზუსტად მხოლოდ და მხოლოდ აი ეს ისტერიული ფონის შექმნა და შოუ მასკარადი, რომ მორიგი საინფორმაციო საბაბი შეექმნათ, რომ როგორ იჩაგრებიან საწყალი ნაციონალები და ღილები რომ აწყდა იმას ვქია ლევან ბეჟაშვილს, ეს გამოგვიცხადეს პოლიტიკურ არმაგედონად. მაშინ როდესაც ყველას კარგად გვახსოვს, თუნდაც იგივე 7 ნოემბერს როგორ გაუხეთქეს თავები და 6 მაისს როგორ დაუხეთქეს შუბლები უამრავ დეპუტატს ნაციონალური მოძრაობის სპეცსამსახურებმა და როგორ ცემდნენ და როგორ აგდებდნენ ძირს და როგორ ავტომატები ელაგათ 7 ნოემბერს იგივე ტელეკომპანია იმედში უამრავ დეპუტატს მაშინ სტუმრად მყოფს და უამრავი ფაქტი კიდე დეპუტატების დაუნდობა ცემისა და მათთვის პრობლემების შექმნა მარტო ეს ბიზნესმენი არის სრულიად საკმარისი მაგის მაგალითად, ხო? იცით მე ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბოლოს და ბოლოს 2 წლიანი მოთხოვნის და 2 წლიანი ამ საკითხის დაყენების შემდეგ როგორც იქნა ხელისუფლებამ ამ ახალმა ხელისუფლებამ ნება იბოძა და დაიწყო ფიქრი იმაზე რომ 7 ნოემბრის თემა გამოსაძიებელია და ზოგადად ეს არ არის ის საკითხი რომელიც შეიძლება ესე მეათე პლანზე იყოს გადაწეული. იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ 90% დღეს ხელისუფლებაში მყოფი დეპუტატებისა მაშინ დაზარალებული ადამიანები იყვნენ და აქედან გამომდინარე მათ ინტერესში და მათ პოლიტიკურ ნებაზეც უნდა იყოს ეს ამ შემთხვევაში პირდაპირ პროპორციულად ამ საქმის გამოძიება დაკავშირებული და 2 წლის განმავლობაში ყური არ შეუბერწყიათ ამ საქმესთან დაკავშირებით და როგორც იქნა დაიწყო, როგორც მე გავიგე, მეც მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი თარგამაძისგან ინფორმაციის მიღება და დაკითხვა მიმდინარეობს და მისი თქვა რომ ამ უამრავი ინფორმაცია მიაწოდა და კონკრეტულად თუ რა მოხდა 7 ნოემბერს, რა მოხდა 7 ნოემბრის შემდეგ, რა მოხდა ტელეიმედის დახურვის დროს, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა
პროცესები მიმდინარეობდა იმედში, როგორ მიმდინარეობდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, როგორ მიდიოდა გადაბირებები, როგორ მიდიოდა მოსყიდვები, აი რა მექანიზმები იყო ჩართული ყველა მხრიდან და საერთო ჯამში რა მოხდა 7 ნოემბრიდან სადღაც 26 დეკემბრამდე. აი ამაზე ყველაფერზე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნა პოლიტიკური ნება ამ ინფორმაციის საფუძველზე და არა მხოლოდ ალბათ ამ ინფორმაციის საფუძველზე ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ნათელი მოეფინოს და რაც შეეხება ვინ შეიძლება იყოს დამნაშავე ამ ქვეყანას 9 წლის განმავლობაში. კი, მართავდა რაღაც გარკვეული გუნდი, მაგრამ ქვეყანას ავტორიტარულ რეჟიმში მართავდა მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ კონკრეტულ საკითხში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდა და ამაში დამერწმუნეთ, ამას არ ვლაპარაკობ, როგორც უბრალოდ ესე შორიდან პოლიტიკაზე მაცხერალი ადამიანი. ძალიან კარგად იცოდა ყველა ადამიანმა წელი ამ 9 წლის განმავლობაში, მით უმეტეს პოლიტიკასთან მეტნაკლებად ახლო მყოფმა ადამიანმა თუ ვინ იღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში და მნიშვნელოვან ესეთ თემებზე. აქედან გამომდინარე მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით ერთ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სერიოზულად უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი ისევ და ისევ ყოფილი პრეზიდენტის, ისევ და ისევ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და იმ ადამიანებისა, რომლებიც უპირველეს ყოვლისა შედიოდნენ იმ 3 თუ 4 ხეულში, რომელიც იღებდა ესეთ გადაწყვეტილებას. ესეთი იყო გიგა ბოკერია, ესეთი იყო ვანო მერაბიშვილი, ესეთი იყო ზურა ადეიშვილი და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის სათავეში იყო მიხეილ სააკაშვილი. ეს იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მთავარი ინიციატორის მეთაურობით. აი სიმართლე გითხრათ, ახლა მე ამ გადაწყვეტილების მიღების დროს უგულავა იყო თუ არა, ძნელად სათქმელია ჩემთვის. ხო, უგულავა თვითონ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ზოგადად იმედის თემასთან მიმართებაში, მით უმეტეს, როდესაც უკვე იმედის წართმევის პოლიტიკა მიმდინარეობდა და ოჯახისათვის. მაგრამ რამდენად იღებდა უგულავა გადაწყვეტილებას, მე ხარ შემიძლია კონკრეტულად მას რაღაცა დანაშაული წარუდგინო, არ მაქვს ამის იურიდიული უფლება, როგორია თუ რა იღებდა მონაწილეობას და გადაწყვეტილებას, რომ შემოსულიყო სპეცდანიშნულების რაზმი იმედში, ნამდვილად გამიჭირდება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რო იყო მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის მიერ მიღებული, ეს ერთ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სპეცნაზი სწორედ მათ ექვემდებარებოდა. დაიწყო. ნარმანია და მელია ესეთ იმდენად ესეთი ვითარება შეიქმნა ამ ორი პოლიტიკური ძალის მიერ ყველაფერი იქნა გაკეთებული იმისათვის, რომ ნარმანია და მელია გასულიყვნენ მეორე ტურში ერთი მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ მელია ეს პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც მეორე ტურში ვერანაირად ვერ მოახერხებს თავის პირველ ტურში მიღებული შედეგების გაზრდას. იმიტომ რომ არც ერთი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი არ წავა და დანაშაულებრივ ქილერების პარტიის წარმომადგენელს მელიას ხმას არ მიცემს. არც ჩვენი კოალიციის ამომრჩეველი, არც ჩვენი სხვა რომელიმე კოლეგა ოპოზიციური ძალის ამომრჩეველი მელიას ხმას არ მიცემს. ამიტომ მელიას ექნება ზუსტად იგივე რაოდენობის ამომრჩეველი ეყოლება, რაც ყავდა პირველ ტურში, შეიძლება უფრო ნაკლებიც, იმიტომ რომ რაოდენობრივად ადამიანები შეიძლება ნაკლები მივიდნენ. მაგრამ რომ მომხდარიყო ისე და რომ სახელმწიფო კანდიდატს მეორე ტურში დაპირისპირებოდა დიმიტრი ლორკიფანიძე, მერწმუნეთ რომ დიმიტრი ლორკიფანიძის ხმების ძალიან სერიოზულად გაზრდის პერსპექტივა იქნებოდა უკვე მეორე ტურში, იმიტომ რომ აბსოლუტური უმრავლესობა დანარჩენი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ამომრჩევლისა დაუჭერდა მხარს მეორე ტურში დიმიტრი ლორკიფანიძეს, რაც ამ შემთხვევაში ქართული ოცნების სერიოზულ პრობლემას შექმნიდა და ნამდვილად დადგებოდა საკითხი, რომ ნარმანია წააგებდა არჩევნებს. ძალიან დიდი ალბათობით. აქედან გამომდინარე ყველაფერი იქნა გაკეთებული ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრების მიერ, რომლებიცაც ჰქონდათ გადანაწილებული ეს საარჩევნო კომისიები, კაციშვილის სხვა იქ არავინ არ იყო, სხვა პარტიის წარმომადგენელი და გამოყენებული იქნა მეთოდი, რომელიც მე მახსოვს, რომ ბოლოს იყო, თუ არ ვცდები, გამოყენებული 90-იან წლებში ბიულეტენების მაქსიმალური გაბათილების მეშვეობით. მე CSKOS მონაცემებს გეტყვით, დაახლოებით საქართველოში, ძალიან დაახლოებით 200,000 ბიულეტენი იქნა საერთო ჯამში ბათილად ცნობილი. 200,000. ამათ შორის ცალკე მერების, ცალკე გამგებლების, ცალკე მაჟორიტარების, ცალკე პროპორციული სიის, მარტო პროპორციული სიის ბიულეტენები 68,000 იქნა გაუქმებული.
ბათილად გამოცხადებული. ხო წარმოგიდგენიათ 68,000 და 200,000 ბიულეტენი, იცით რამდენი პროცენტია აი იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა? დაახლოებით 20% ბიულეტინებისა ხელისუფლებამ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა უბრალოდ გააუქმეს, გააბათილეს. და ხო ხვდებით რომ ყველაზე აბსოლუტურად 80-85% ამ ბიულეტინებისა იყო ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების ხმები. და მაქსიმალური მათ შორის ნამდვილად გააჭარბებით არ გეტყვით რომ იყო 3-იან შემოხაზული ბიულეტენები. აი ეს ამ მეთოდოლოგიის გამოყენების შემდეგ პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული არჩევნები და არაფერი საერთო მას ცივილიზებულ არჩევნებთან არ ჰქონდა და წინ გადადგმულ ნაბიჯთან. მე ნამდვილად არ მინახავს ეს ვიდეო მასალები, მართლა გითხრათ, მაგრამ ერთი რამ არის ძალიან სასაცილო. უკვე რაღაც კურიოზულ მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდნენ ნაციონალები და ქართული ოცნების წევრები, რომლებიც პრაქტიკულად ერთმანეთს ასწრებენ დაგვადანაშაულონ ჩვენ, ნაციონალები გვადანაშაულებენ რომ აი ხელისუფლების ინტერესებს ვატარებთ და ხელისუფლებასთან ვართ თურმე შეკრულები. ქართული ოცნება სასწრაფოდ პასუხობს ამას და იძახის რომ არა ჩვენ თურმე ნაციონალებთან ვართ შეკრულები და ნაციონალების ინტერესებს ვატარებთ. შესაბამისად, ეს თუ რაც უფრო მალე ჩამოყალიბდებიან ისინი ერთმანეთთან მიმართებაში, რომ კონკრეტულად რაღაცაზე საბოლოო ჯამში შეთანხმებები არ უჭირთ მათ და რომ შეთანხმდნენ და კონკრეტულად ერთ რამეში დაგვადანაშაულონ, იმ ერთ რამეზე ძალიან კონკრეტულ პასუხსაც გავცემთ და ძალიან კონკრეტულად დაინახავს საზოგადოება რაც ხდება, მაგრამ ასე ხარ შეიძლება ხა ერთმანეთს ასწრებენ რომელი დაგვადანაშაულებს ერთმანეთთან კავშირში. უკვე ცოტა სასაცილო მდგომარეობა. რაღაც ჩამოყალიბდნენ ხა ნაცების თამაშს თამაშობ თუ ქართული ოცნების. იქნება არც ერთის თამაშს არ თამაშობ და თამაშობ ქართულ თამაშს, რომელიც არც ერთი მათთვის მისაღები არ არის. როგორ არ დგას? ეს საკითხი დგას მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში რესპუბლიკური პარტია არის პრაქტიკულად დღეს მოსული, რომელიც თავისი პოლიტიკური დოქტრინის მიხედვით ყოველთვის აცხადებდა, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ის პოლიტიკა, რომელიცაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა იქნას აღიარებული და შემდეგ ველაპარაკოთ მათ და დავალაგოთ ურთიერთობები ამ ჩვენს რეგიონებთან უკვე მათი დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ. ამ პოლიტიკის და ამ განცხადებების გამო რესპუბლიკელები არაერთხელ გამოყარეს უამრავი დარბაზებიდან, მე შეგახსენებთ უნივერსიტეტიდან კინწისყრით გამოგდებულ რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს აი ამ განცხადებების შემდეგ, მაგრამ არაფერი მათ დოქტრინაში არ შეცვლილა. დღეს, რა თქმა უნდა, ღიად ამას არავინ არ გამოგვიცხადებს, რომ საქართველოში ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს ის პოლიტიკა, რომ ვაღიაროთ აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან რეალურად დგას ეს საკითხი და ამ მიმართულებით პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკის მიმართულება ნამდვილად ძრავს, რა ვთქვათ, დგამს ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია და ეს საკითხი არასოდეს არ დადგება, მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ არსებობენ ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალები, რომელიც ამას ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან. რაც შეეხება კარასინის და აბაშიძის ამბავს, მე ძალიან პოზიტიურად უყურებ კარასინის და აბაშიძის შეხვედრის ფორმატს, რომ იქნებ იქ რაიმე კონკრეტული საკითხი დაიძრას ან რაიმე ისეთ მნიშვნელოვან თემაზე შეეხონ საუბარს, მაგრამ ნამდვილად ახლა ყველა კარგად ვხედავთ, რომ ეს არ არის საკმარისი ფორმატი იმისათვის, რომ ის უზარმაზარი პრობლემები, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე იმ აგრესორის მხრიდან, რომელიც არის ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელი, ეს ფორმატი ნამდვილად ვერ გადაჭრის ამ საკითხს. ამას ჭირდება ძალიან მაღალ დონეზე პრემიერ-მინისტრის ან პრეზიდენტის თუ რამე უფლებას მიცემენ ლაპარაკის კონკრეტული დიალოგის რეჟიმის წარმართვის. ამას გვირდებოდა ბიძინა ივანიშვილი, რომ ის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აიღებდა ტელეფონს და урекავდა პუტინს და შესაბამისად იმ პრობლემებზე სასაუბროდ დაждდებოდნენ მაგიდასთან, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნების წინაშე. მაგრამ მას ეს რესურსი არ აღმოაჩნდა და ისეთივე მორიგი ტყვილი აღმოჩნდა ივანიშვილის მხრიდან, როგორც 99.9% დანარჩენი მისი დაპირებებისა. დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი შინო და ერთი ადგილი არ აქვს, რომ ასეთი მოლაპარაკებების პროცესი წარმართოს. და ან რაღაცა ინიციატივა მაინც გამოაჟღავნოს და რაღაც მოქმედებები მაინც დაიწყოს ასეთი მსგავსი მოლაპარაკებების ფორმატის მოსამზადებლად მაინც. და ვიღებთ შედეგად იმას, რომ ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ ჩვენ თურმე რუსეთთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერი ლაგდება,
ყველაფერი მშვიდად არის. ძალიან სერიოზული წარმატებები გვაქვს და გამოვიხედავთ და ვხედავთ, რომ ეს მავთულყლართები თბილისისკენ მაქსიმალურად მოდის და მოდის ყოველდღიურ რეჟიმში, ახალ-ახალი სოფელი აღმოჩნდება ხოლმე მავთულყლართებს იქეთ. ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ჩემის აზრით მოწესრიგება და რაიმე წინ განადგმული ნაბიჯი. ეხლა ყველაზე მთავარი არის ნამდვილად ის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის ეკონომიკური ნაწილი, ეკონომისტები, რომლებიც მოლაპარაკებას აწარმოებენ დღეს პრაღაში, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები, როგორც გამოცხადებული იქნა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ იმის გამო, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ეკონომიკურ ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ეს ნამდვილად ძალიან დიდი იმედი მაქვს არ გამოიწვევს რუსული ნახევრად გახსნილი რუსული ბაზრის დახურვას ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პრობლემების მომტანი იქნება ეს და ნამდვილად ძალიან სერიოზულად დაარტყამს ქართულ ეკონომიკას და ათასობით ადამიანს, რომელმაც აი ამ რუსულ ბაზარზე თავისი პროდუქციის შეტანის პერსპექტივით უამრავი კრედიტი აიღო, უამრავი თანხა გამოიტანა, უამრავი სამეურნეობა პატარ-პატარა მოაწყო, განსაკუთრებით კახეთში, აჭარაში და ამ ადამიანების ახლა რა თქმა უნდა. გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია სახელმწიფოს პოლიტიკაზე და ხელისუფალთა პოზიციაზე, რომლებიც აწარმოებენ საგარეო პოლიტიკას. დღეს საგარეო პოლიტიკას ჩვენ ვაწარმოებთ უზარმაზარი, აი როგორ გითხრათ, ილუზიების შექმნით და სრულად გაუმართლებელი მოლოდინების შექმნით. ვაწარმოებთ ეგეთ საგარეო პოლიტიკას, რომ ეხლა კახეთის გორელ გლეხს გონია, რომ სულ ცოტა ხანში შემოდგომიდან ფრანგები ჩამოვლენ, მოკრიფავენ მის ვაჟს და წაიღებენ ევროპულ ბაზარზე, აჭარელ გლეხს გონია, რომ მის მანდარინს წაიღებენ სასწრაფოდ ბელგიელები და ესპანელები და აქ ევროებს დაუტოვებენ დიდი დასტებით. აი ამ მოლოდინების შექმნით ხელისუფლება ძალიან ცუდ რამეს აკეთებს. იმიტომ რომ რაც უფრო მაღლიდან ჩამოვარდები ხიდან, მით უფრო გეტკინება ის ადგილი, რომელთაც დაეცემი, ხო? არარეალური მოლოდინების იცით, როგორ გითხრათ, ევროპული ბაზარი არის 500 მილიონიანი ნამდვილად, მაგრამ ჩვენ მილიარდიან ბაზარზეც ვიყავით, იცით? 6 წლის განმავლობაში ვიყავით მილიარდიან ჩინურ ბაზარზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დაგვიანონსა 2006 წელს, რომ საქართველოს ქართული ღვინო მილიარდიან ჩინურ ბაზარზე შევა. შევიდა ჩვენი ღვინო მილიარდიან ჩინურ ბაზარზე და მე გეტყვით მარტივ სტატისტიკას. 2006 წლიდან 2012 წლამდე ჩინურ ბაზარზე გაიყიდა იმდენი ღვინო 6 წლის განმავლობაში. რამდენიც გაიყიდა 2006 წელს ემბარგოს გამოცხადებამდე 3 თვით ადრე რუსულ ბაზარზე, 3 თვეში. ანუ მარტივად რო ვთქვათ რა. გასაგებია, მაგაზია საუბარი სწორედ ამიტომაც ნუ შევიქრეთ ილუზიას, რომ მილიარდიანი ბაზარი არის საკმარისი ან ნახევარ მილიარდიანი ბაზარი იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა აყვავდეს. მე გეტყვით, რომ ევროკავშირთან ჩვენ მოვაწერეთ აი ვერ იქნება სტაბილური მარტივ რამეს გეტყვით. ჩვენ მოვაწერეთ ეკონომიკურ ამ ხელშეკრულებას ხელი განსხვავებულად, ვიდრე მოვაწერეს უკრაინელებმა, რომ იცოდეთ. ჩვენი პროდუქცია რომ შევიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე, უნდა გადავიხადოთ ევროკავშირზე შესვლის გადასახადი. მაშინ როცა ევროპული პროდუქცია საქართველოში შემოსასვლელად არავით არ გადასახადს არ გადაიხდის. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ვაი და გორული ვაშლი შემთხვევით ბელგიურზე იაფი არ აღმოჩნდეს ევროპულ ბაზარზე. ამიტომ ის დაბეგრეს. 30 დასახელების პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოდის, დაბეგრეს ბაზარზე შესვლის გადასახადით. უკრაინელებს ამ დაგვარი გადასახადი არ აქვს. რასაც იხდის უკრაინა ევროპულ ბაზარზე შესვლად, ზუსტად იგივეს გადაიხდის ევროკავშირი უკრაინულ ბაზარზე შემოსასვლელად. ამიტომ უკრაინელებმა თავისი პროდუქციაც დაიცვეს ადგილობრივი წარმოების და იმის კონკურენტუნარიანობის გარანტიები აიღეს, რომ მათი პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენმა სახელმწიფომა, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა. ერთი ხმა ვერ დაძრეს და ერთი სიტყვა ვერ თქვეს, რომ ქართული ინტერესების დასაცავად ამ ხელშეკრულების მომზადების პროცესში. რაც ჩამოგვიტანეს, როგორად ჩამოგვიტანეს დოკუმენტები, ისე დოკუმენტებს მოვაწერეთ ხელი. ერთი ხმა არ მოგვიღია, რომ იქნებ ქართული ინტერესი ცოტა მეტად დაგვეცვა ამ ხელშეკრულების დროს. ამიტომაც ეხლა ეს არის ხელშეკრულება, რომელიც რა თქმა უნდა პოლიტიკური თვალსაზრისით არის კარგი, იმიტომ რომ წინ გადავდით ნაბიჯი ევროპისკენ, დაუახლოვდით, ჩავეხუტეთ ბევრ ევროპელ ლიდერთან ერთად ხელმოწერები გავაფორმეთ, არაფერი ცუდი მაგაში არ არის, მაგრამ ილუზიები შეუქმნათ ეხლა საქართველოს მოსახლეობას, რომ არიქა გვეშველა და 500 მილიონიანი ბაზარი, თურმე ჩვენი პროდუქციის გასაღებიც ერთი სულის მქონეა. ნამდვილად ესე არ არის და კიდევ ამბობ, რაც უფრო დიდ ილუზიებს შევუქმნით ადამიანებს, იმედგაცრუებას უფრო დიდი იქნება. რაც უფრო მაღლიდან ჩამოვარდებით, მით უფრო გვეტკინება ის ადგილითაც დავეცემთ.